გამარჯობა, გომორძღუა ხოჩალადეხ. წინა ვიდეოს ყურების შემდეგ შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა გადაწყვიტეთ გასტროსკოპიის გაკეთება. ნახეთ ინტერნეტში რაღაც ავადმყოფო, დარეკეთ ხელხაზე, კი პასუხად ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება. თქვენ უთხარით რომ თქვათ, აი ხვალ მინდა გასტროსკოპიის გაკეთება, 9 საათზე ჩაგწერათ, ოღონდ გითხრათ რომ აი დილას არ დალიოთ და არ ჭამოთ არაფერი და თქვენს მიდით კვლევაზე. მაგრამ ეს ყველაფერი არის არასწორი. და რატო? იმიტომ რომ გასტროსკოპია არის ინვაზიური კვლევა. ინვაზიური კვლევა და ჩვენ როდესაც ჩავდივართ, ჩვენ ვიკვლევთ ორგანოს, ჩვენ გვინდა რომ ეს კვლევა იყოს მაქსიმალურად ინფორმატიული. ჩვენ ინფორმაცია უნდა მივიღოთ კვლევისგან, ხო? და ასევე პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო. ამიტომ მაგას სჭირდება სპეციალური მომზადება. და რას გულისხმობს ეს? პირველ რიგში, ეს არის დიეტის დაცვა, რომელსაც პაციენტი იცავს კვლევამდე 13 დღით ადრე. და რატომ არის ეს დიეტის დაცვა აუცილებელი და მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ აკრძალულ პროდუქტებს ღებულობთ ხოლმე, ახლა რომელზედაც ვილაპარაკებ, ხომ? კუჭნაწლავში იზრდება წნევა. ეს წნევა ცუდი იმით არის, რომ კუჭში შეიძლება გადმოდიოდეს ნაღლის წვენი 12 გოჯანაწლავიდან, აღიზიანებდეს კუჭს. ასევე კუჭში უფრო მეტად უფრო დიდ ხანს რჩებოდეს ნაჭამი საკვები მასები და უფრო დიდ ხანს, უფრო მეტი გამოიმუშავებდეს კუჭის მჟავა. რომელიც ასევე შეიძლება აზიანებდეს კუჭს, ხომ? ამიტომ როდესაც ჩვენ ჩავდივართ კუჭში, შეიძლება აღიზიანებული კუჭის ფონზე რაღაც არა ესეთი ინფორმაცია მივიღოთ რა, არა სასურველი. და ასევე თუ ფხიზლად იკეთებს პაციენტი და აქვს გულისრევის შეგრძნება, თქვათ კვლევის დროს ეს უორმაგებს და უსამაგებს ამ შეგრძნებას, როდესაც კუჭში მაღალი წნევა არის, ხომ? ამიტომ დიეტას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორ უნდა რა დიეტა უნდა რა ვჭამოთ და რა ავჭამოთ, ხო? რა შეიძლება? აი რა არის აკრძალული, ხო? მაგაზე უფრო ვილაპარაკებ, ხო? ეს არის ეცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი ხორცი, აი არ შეიძლება ძეხვეული, არ შეიძლება კონსერვები. რით შეიძლება ეს ჩავანაცვლოთ, ხო? მოხარშული სახით. ხორცი შეგვიძლია აი უცხიმო არის, როგორც წესი, საქონლის ხორცი, ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, ინდაურის მჭველე ხორცი, კურდღლის ხორცი, უცხიმო თევზის ხორცით შეგვიძლია, ოღონდ ყველაფერი მოხარშული. ასევე ვთქვათ შეგვიძლია ცილის სახით, აი კვერცხი შეგვიძლია, ვთქვათ 2 ცალი კვერცხი დღეში მივიღოთ, ოღონდ თოხლოდ მოხარშული. სხვანაირი არა. ასევე რა არის აკრძალული, ხო? პურსაც შეეხება, შავი პური არ შეიძლება და არ შეიძლება ახლად გამომცხვარი პურის მიღება. რით შეიძლება ჩავანაცვლოთ, ეს არის თეთრი, მშრალი, წინა დღის გამომცხვარი პური, ჩვეულებრივად შეგიძლია და წონეულ მხრივ შეგვიძლია ასევე წყალზე დამზადებული ფაფებიც მივიღოთ. არ არის პრობლემა. კიდევ რა არ შეიძლება, საკონდიტრო ნაწარმი არ შეიძლება უმი ხილბოსნეული, უმად მირთმეული, ხო? მოხარშული სახით კი ბატონო შეიძლება. სუპები, ბულიონები არ არის პრობლემა. არ შეიძლება ლობიო, არ შეიძლება ალკოჰოლი, არ შეიძლება მაგარი ყავა, გაზიანი სასმელები, ხო, მიღება. რა შეიძლება? წყალი ჩვეულებრივად, ტკბილი, სუსტი ჩაი, შეიძლება ასევე კისელი, უცხიმო ბულიონები, ხო, იოგურტი, ნადუღი, გაწორული მაწონი, ხო, ეს ყველაფერი შეიძლება, ამის დალევა შეიძლება. ეს პრინციპში ეს არის, ხო, რაც შეეხება დიეტას, აკრძალული, ნებადართული, 3 დღით ადრე პაციენტმა ეს დიეტა უნდა დაიცვას. ასევე თვითონ კვლევას რაც შეეხება, ანუ კვლევის დღეს არ შეიძლება საკვების მიღება გამორიცხულია სრულიად. წყალს, ანუ სითხეების მიღებას რაც შეიძლება, ეხლა რომ ჩამოთვალე ნებადართული, კვლევამდე 4 საათი, ბოლო 4 საათი არ შეიძლება სითხის მიღება. თორემ მანამდე შეგიძლია ჩვეულებრივად. აი მაგალითად თუ 12 საათზე ხარ ჩაწერილი გასტროსკოპიაზე, იქ 8 საათზე შეგიძლიათ ხო დალიოთ წყალი, ტკბილი ჩაი, არ არის არანაირი პრობლემა. ხო, ну, თუ თქვათ პირველზე ხართ, თავისთავად იწევა ეს დრო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პაციენტები მოდიან ხოლმე ზოგიერთ უწევს ხოლმე 3 საათზე, 4 საათზე, აი სრულიად მწყურვალი, ну, მშიერს თავი გავანებოთ, რომ
წყალი ცოტა გიმსუბუქებს მაინც რა, წყალი მაინც რომ გქონდეთ დანალევი, ან ტკბილი ჩაი თქვა დილით ხო, ეს უფრო კვლევას გიმსუბუქებს, აღარ ვცნობ თავს ისე მშიერად. ასევე არსებობს კიდევ ასე სპეციფიური მომზადება კვლევის წინ, აი 9 საათით ადრე ვასმევთ ხოლმე აი 9 ჭიქა წყალში გარეულ 2 აბ აცეცეს და პლუს კიდევ იქ ესპუმიზანის ხსნარი წერევა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კუჭი, როდესაც ჩავდივარ, ჩვენ ვიკვლევთ კუჭის ლორწოვანს, ხო? ანუ კუჭის ლორწოვანი უნდა იყოს სრულიად სუფთა და კუჭის უნდა იყოს სუფთა. როგორც წესი, ხანდახან ჩავდივართ ხოლმე, იქ არის ლორწოს ნადები და არის ასევე ქაფი და ბუშტუკები, ხო? აი ქაფს და ბუშტუკებს ეს ესპუმიზანის ხსნარი სრულიად აცილებს, ხოლო რაც შეეხება ლორწოს აცილებს აცეთს. და ამით თუ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, როდესაც კარგ თანამედროვე აპარატზე მუშაობთ, რომელსაც აქვს გადიდების ფუნქცია, როცა შეგვიძლია რომ კაპილარების დონეზე, კრიპტების დონეზე დავათვალიეროთ ლორწოვანი, არა საეჭვოუბანი, თუ ლორწოს ნადებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უბანი შეიძლება საერთოდ გამოგრჩოს, ვერ დავინახოთ, ან მოუნდეთ ძალიან დიდი ხანი რეცხვა და ამას დროც მიაქვს და მოკლედ ინფორმატიულობაც იკარგება. ხო, ამიტომაც ეს კვლევა ეს რაც თქვი ეს მომზადება ხო 9 საათით ადრე ჩვენ ქვეყანაში რაღაც არ არის იმდენად დანერგილი და ცოტა წინააღმდეგობასაც ვაცდებით ხოლმე ძირითადად ანესთეზიოლოგებში თორემ ეს პრეპარატები წყალი უფასოა აცეცე და ესპუმიზანის ხსნარი კი ძალიან იაფერეს ხო მაგის პრობლემასაც ვერ ხედავ ეს რაც შეეხებოდა დიეტას და კვლევით რა დავლიოთ რა ვჭამოთ და ასე შემდეგ ასევე აუცილებელია თუ ბიოპსიას ვიკეთებთ მაგალითად ხო აი მეორე რაც აუცილებელია თუ ბიოპსია კვლევის დროს შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია ეს ჩვეულებრივი ამბავია ანთებაც რომ იყოს აი მაგაზე ვილაპარაკებ რა დროს შეიძლება დაგჭირდეთ ბიოპსია მაგრამ რომ დაგჭირდეს ამისათვის აუცილებელია რომ კვლევამდე 3 დღით ადრე არ უნდა გქონდეთ დანალევი სისხლის გამათხელებელი პრეპარატები როგორიც არის კარდიომაგნილი, ასპირინი, ვარფარინი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბიოპსიას ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება ახდეს ასეთი გართულება როგორც არის სისხლდენა და თუ შედედება არ აქვს კარგი ორგანიზმს შეიძლება ეს სისხლდენის რისკი რა თქმა უნდა იმატებს. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებელია. ასევე თუ იგეგმება თქვათ ჩვენ როცა ჩავდივართ ხოლმე ჩვენ გასტროსკოპს აქვს მაგის საშუალება, როდესაც ჩავდივართ კუჭში ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ არის თუ არა იქ ჰელიკობაქტერი, ანუ ანთება არის და 99%-ში ვარაუდოთ თუ არის თუ არა ჰელიკობაქტერიდან გამოწვეული. ამიტომ ვღებულობთ ხოლმე ერთნაჭერ ბიოპსიას, რომ გავაკეთოთ ტესტი, ურიაზა სწრაფი ტესტი ქვია ამას. ამისთვის რომ ვიყოთ ეს რომ კვლევა რომ იყოს ინფორმატიული, ამისათვის ბოლო 2 კვირა არ უნდა გქონდეთ კუჭის დამცავი დანალევი, ისეთ როგორც არის ომეპრაზოლი, ნოლპაზა, და ნექსიუმი და ასე შემდეგ და ბოლო 1 თვე არ უნდა გქონდეთ ანტიბიოტიკები მინაღები. ამ შემთხვევაში იქნება კვლევა ინფორმატიული. მესამე რაზედაც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, ეს არის ანალიზები და კვლევები. თუ გაქვთ ბოლო დროს გაკეთებული ანალიზები და კვლევები, აუცილებლად უნდა მოუტანოთ ექიმს, რომ ექიმი საქმის ყურში იყოს, აი რას ეძებს, იქ რაღაც შეიძლება თვითონაც ივარაუდოს უკვე კვლევის წინ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რა უნდა გამოიკვლოს უფრო დეტალურად. მეოთხე რაზედაც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, ეს უკვე როცა მიდით უკვე ექიმთან დაჯიქით სკამზე და გესაუბრებათ ექიმი. ექიმს შეგეკითხებათ აუცილებლად, თუ რა ჩივილები გაქვთ, რატომ იკეთებთ გასტროსკოპიას. ამიტომ კვლევის წინ ჩივილები თქვენ თავში ჩამოაყალიბეთ კარგად, ხო? ის რა გაწუხებთ, რომ გეტყვით და ეუბნებით კუჭი მაწუხებს, ეს არ არის ჩივილი. კუჭის ტკივილი მაწუხებს, გულძმარვა მაწუხებს, ხო? აი, სად გტკივათ, როდის გტკივათ, ხოლმე უფრო ჭამასთან არის თუ არა კავშირში, ძილის დროს გტკივათ, დღის რომელ საათებში და ასე შემდეგ, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კვლევის წინ რომ თქვენი დროც დაზოგოთ და ექიმის დროც რომ დაზოგოთ და კვლევა იყოს ინფორმატიული, აუცილებლად ყველა ჩივილი უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენ თავში. ასევე შეგეკითხებათ ექიმი, ქრონიკული დაავადებები თუ გაქვთ, რა ქრონიკული დაავადებებია, როგორ მკურნალობთ, ვისთან მკურნალობთ, ასევე გაქვთ თუ არა ოპერაციები გადატანილი, როდის გადაიტანეთ, ამასაც შეგეკითხებათ. ასევე შეგეკითხებათ, ხართ თუ არა ალერგიული, რა პრეპარატებზე, რას იყენებთ, პრეპარატებზე, საჭმელზე ყველაფერს და ასევე
რა წამლებს ღებულობთ საერთოდ, აი რა წამლებს ღებულობთ ყველაფრის გამო, აი რა წამლებს ღებულობთ მაგაზადაც შეგეკითხებათ აუცილებლად ექიმი და ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. ყველაფერი უნდა მოახსენოთ ექიმს. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუმალოთ ექიმს არანაირი ჩივილი, თქვენი დაავადება და ასე შემდეგ. თქვენ მიდიხართ ექიმთან ურთიერთობა არის კონფიდენციალური, მარტო თქვენ შორის რჩება, ამიტომ ყველაფერი შეგიძლიათ უთხრათ ექიმიდან, ეს ცნობა არავის არ მიეწოდება და არსად არ გავა. თქვენ შორის დარჩებათ. ამის შემდეგ ხდება თანხმობაზე მოაწეთ ხელს, ან ინფორმაციული თანხმობა აუცილებლად ივსება, იმიტომ რომ ეს არის ინვაზიური კვლევა გასტროსკოპიაზე და თუ თქვენ იკეთებთ ასევე ანესთეზიით, აუცილებლად ანესთეზიასთან მოგაწერიებენ ხელს. თანხმობაზე ხელს მოაწერთ და მერე იწყება კვლევა. და თუ როგორ ტარდება ეს კვლევა და რა აპარატურაზე და ასე შემდეგ, ამას შემდეგ ვიდეოში აუცილებლად მოგახსენებ. სულ ეს იყო დღეს რაც უნდა მეთქვა და ბოლოს გახსოვთ თუ დღეს დაზოგავთ პროფილაქტიკაზე ხვალ 100 მაგად გადაეხდით მკურნალობაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის, ძირაფაშა, ხო ჩაამთ.